ძალიან ხშირად ჩვენ იმდენად რუტინაში გვაქვს ქცეული ეს ჩვეული ცხოვრება, რა მოგწონს და რა არ მოგწონს ამ ნაწილში. უკვე ძალიან რთულია გავიგოთ. ფიქრობ ყველაფერზე გარდა იმისა, რომ სწორად დავინახო რა ხდება დღეს ჩემ თავს. დღევანდელ რეალობაში ადამიანები გაუცნობიერებლად ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობთ სივრცეში, სადაც არ ვსვამთ კითხვებს, ეს არის ის ცხოვრება, რომელიც მე მინდოდა და რომელიც ჩემი არჩევანია, სწორედ ეს არჩევანი მინდოდა მქონოდა და კომფორტის ზონა ხო ჩვენი სიმშვიდეა ქვეყნიური სამოთხედან. აი ყვა რა სიმშვიდეში. არ მოწონებულ, მაგრამ სიმშვიდეში. ზოგჯერ ეს არის უბრალოდ შენგან დამოუკიდებლად ცხოვრება დაგეჯახებ. კომფორტის ზონა ვახსენეთ, წეგან ჩემინებით გამოვე, ხვიჩო ამას, რაც შენ ამ კრიზისს შეხვდე არა როგორც რაღაცა ესე ვთქვათ სასჯელს ცხოვრებისგან, არამედ როგორც ჯილდოს. ჩვენ ცხოვრებას ისე ცხოვრობთ, რომ არ განვიცდით. ვერ ამიტომ ვახსენე. თითქოს ცხოვრება დაგვემართა. ნუ შეგვეშინდება იმის, რომ გვეშინია. ამ მენტორს ჩვენ სად ვეძებთ? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თვითსაბოტაჟი ისე მოქმედებს, რომ ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ და რითი რას ვიწევთ ჩვენ ცხოვრებაში. გვერდით ყავდეს ადამიანი, რომელსაც მართლა პროფესიულ დონეზე აქვს ცოდნა იმისა, რომ მოკარნახე კი არ იყოს რესურსების გამღვიძებელი შენში. თითქოს სამყარო რაღაცა ისევ კატათაგობანას გეთამაშება და იმ დაცემის დროს არის სიკვდილი. ვიყო მსხვერპლი, ეს ხო ჩემი არჩევანი. იმისთვის რომ ხელახლა დაიბადო და გამყარდე შენს ახალ მეში, შენ გჭირდება სიმშვიდე. ავდექი ეს ჯილდო იყო ყველაზე ძლიერი ჯილდო, იმიტომ რომ ჩემი თავი ვირწმუნე, როცა ავდექი. ის დრაკონიც მე ვიყავი. ის მოწინააღმდეგეც მე ვიყავი, ის მხარდამჭერიც მე ვიყავი. სად დაუდე კვანტი საკუთარ თავს. ეს არის ცნობიერის გზა. მოგესალმებით ტრანსფორმაციულ ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად. სივრცეში, სადაც ტრანსფორმაცია არ არის უბრალოდ სიტყვა, არამედ ეს არის შინაგანი მოძრაობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, სადაც უძველესი ისტორიები და თანამედროვე კოუჩინგი ერთიანდება. გმირის გზა, ტრანსფორმაციის რუკა. როგორ ეხმარება ჯოზეფ კემბელის გმირის მოგზაურობა ადამიანებს, მიიღონ მოწოდება, გადალახონ შიში, შეხვდნენ თავის ნამდვილ მეს და გაბედონ, დაბრუნდნენ შეცვლილნი, დაბრუნდნენ განახლებულნი. ეს პოდკასტი მათთვისაა, ვინც შეიძლება სწორედ ახლა დგას ზღურბლთან და ელოდება პატარა ბიძგს, რომ გადადგას ნაბიჯი. დღეს ჩვენი სტუმარია ალტერბრიჯის უნივერსიტეტის რექტორი ნათია გოცაძე, კოუჩი და ჩვენ ვისაუბრებთ ტრანსფორმაციაზე, რომელიც იწყება შიგნიდან. გმირის მოგზაურობა, ეს ყველას გვეხება, ყველას გაგვივლია ეს ციკლი. მოწოდება, შიშები, ბრძოლა, დაბრუნება. ნათი არის კოუჩი, რომელიც ადამიანებს ამ რუკით ეხმარება საკუთარ თავთან შეხვედრაში. ამ რუკის მიხედვით ნათიამ კალენდარიც კი შექმნა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ რუკის შინაარსზე. მოგესალმები, მარიკა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენ სივრცეში შემოვაბიჯე, აწ უკვე მე რამდენად ახლა უფრო ახალ და რაღაცა საინტერესო სივრცეში და ძალიან მიხარია, რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ყველას რაღაცნაირად შინაგანი მოწოდება შენნაირი ადამიანების ყოველ შემთხვევაში, რომ გაუზიარონ და გააზიარონ ის, რაც მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებისთვის და ამის ნაწილი რომ გამხადე, მადლობა ამისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, ხო, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ზოგადად ვიცით, რომ აი ეს ჯოზეფ კემბელის ცნობილი გმირის გზა, რომელიც არ ეკუთვნის სინამდვილეში მხოლოდ კემბელს, იმიტომ რომ ამაზე ჯერ კიდევ იუნგმა დაიწყო მუშაობა, მერე ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, პოსტ-იუნგიანელები მიყვნენ ამ პროცესთან. კემბელი უბრალოდ ერთ-ერთი იყო, რომელმაც შეკრა ეს სცენარი, ასე რომ ვთქვათ, ხო, ჩვენი ცხოვრებისეული ნაბიჯების და მოგვაწოდა როგორც რაღაცა ისეთი თვალსაჩინო მაგალითი, რომ დიახაც თურმე ამ სამყაროში დასაბამიდან დღემდე ადამიანი ბრუნავს იმ რაღაცა ცხოვრებისეულ ციკლზე და ატრიალებს, ესე ვთქვათ, რაღაცა ცხოვრების ბურბალს ერთი და იგივე სცენარით. და აი ჯოზეფ კემბელმა სწორედ იმაში მიიღო აქ მონაწილეობა
მოსახლეობა, მოდი ასე ვთქვათ, რომ მან უბრალოდ დაგვანახა, რომ ამ სამყაროში ყველა მითი, ყველა ზღაპარი, ყველა რელიგია, ყველა მიმართულება და ყველა ადამიანი ფაქტობრივად ერთი სიუჟეტით ცხოვრობს და კი ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ჩვენი სცენარი, ჩვენი ცხოვრების სცენარის ავტორები ჩვენ ვართ და დაევიყოთ კიდეც არავინ არ გვიშლის ამას და ეს ცოტა ისეთი გაბედული ნაბიჯი ადამიანის მხრიდან. თუმცა ის ეტაპები, რასაც გავდივართ, არის უნივერსალური. და რატომ არის კარგი ეს ამის ცოდნა? იმიტომ რომ ფაქტობრივად მე მზად შემიძლია ვიყო იმ შემდეგი გამოწვევისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება. შენ ახსენე კალენდარი და მე სწორედაც ამიტომ ჩვენიერ დღეს უბრალოდ თავში მომივიდეს და აზრიეს წინა სახალხო პერიოდი იყო რომ მოდი რაღაცა ისეთი ინსტრუმენტებს ჩავაშენებ მე ამ კალენდარში და რადგან გვაქვს 12 თვე და 12 ნაბიჯი და იყოს თითოეული თვე ტრანსფორმაციის დასაწყისი, ხო? და ფაქტობრივად ეს კალენდარი არის მთლიანად კოუჩინგის მეთოდებით აგებული, იმიტომ რომ აქ ჩაშენებული მაქვს ყველა ის ესე ვთქვათ, ძალიან პრაქტიკული და ქმედითი ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მუშაობის დროს და არის რამოდენიმე ის მიმართულება, ფრაზა თუ ესე რომ თქვა, რამოდენიმე კი არა, ფაქტობრივად ფრაზები, მიდგომები და ასე შემდეგ უკვე არის ჩემი ესე ვთქვათ, საავტორო ნაფიქრალი ამ კუთხით და საბოლოო ჯამში შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც ახლა მე გულწრფელად გეტყვი, გავუზიარე პედაგოგებს, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან. და აი ეს თითოეული გამოწვევა ნაბიჯების მიხედვით მათთვის იმდენად თვალსაჩინო იყო. იმხელა ინსპირაცია, იმხელა რაღაცა ისეთი ის მოყვა, რაღაც ნაპერწკლების ანთება მათში, რომ აი ამ დროს რომ ასეა ბავშვი, მე შემიძლია ეს ინსტრუმენტი გამოვიყენო? დილცის პირამიდა იქნება ეს თუ არ ვიცი, სწორი კითხვები თუ მენტორის გაღვიძება, ამას არ აქვს მნიშვნელობა რომელი ინსტრუმენტი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს რაღაცა ერთგვარი შეკრული სახით კოუჩინგის რაღაცა პატარ-პატარა ესეთი სავარჯიშოები ადამიანებისთვის არის უკვე საოცარი რაღაცა ინსპირაცია იმისთვის რომ ცვლილებები დაიწყონ დღესვე და არ გადადონ ეს ხვალვე და მეცაც გეტყვი რომ ეს იმდენად ჩემთვის რაღაცა ჩემთვისაც ისეთი ის იყო ბიძგის მიმცემი იყო რომ კარგად დავფიქრდი რომ ხომ არ შევქმნა მე იცი რომ აქვს ეს ტრანსფორმაციული დღიური შექმნილი, მაგრამ ხომ არ იყოს კიდევ აი წმინდა ესე ვთქვათ კოუჩინგის მეთოდებზე აგებული რაღაცა კმედითი სავარჯიშოებით სამუშაო რვეულები და სხვადასხვა თავში მიტრიალებს ხა ეს და გაგიზიარებ მე აი როგორ ვფიქრობ ამის გაკეთებას და შენც თუ ჩაერთვები ძალიან კარგი იქნება. მოდი ნათია, უფრო შინაარსში ჩავიდეთ, რომ ადამიანმა მსმენელმა გაიგოს ისეთმა ადამიანმა, რომელსაც ჯერ არ გაუგია ჯოზეფ კემბელის გმირის მოგზაურობასთან, შეიძლება გაუგია, მაგრამ კონკრეტული შეხება კოუჩინგური მიდგომები არ ქონია და როგორია აი პირველი გამოწვევა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში დგება ის გამოძახილი, რომელიც შეიძლება იყოს. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს გამოძახილი, ეს მოწოდება ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს ყოველწუთიერი და ყოველდღიური. და ყველაზე სწორედ საინტერესო ეს არის, რომ გმირის მოგზაურობა იწყება პირველ რიგში ჩვეული ცხოვრებით და რატომ იწყება ჩვეული ცხოვრებით და არა ნაბიჯით? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ იმდენად რუტინაში გვაქვს ქცეული ეს ჩვეული ცხოვრება, რა მოგწონს და რა არ მოგწონს ამ ნაწილში. უკვე ძალიან რთულია გავიგოთ. ამიტომ მოდი ამ ნაბიჯით დავიწყოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელების ძალიან დიდი ნაწილი დღეს სწორედ ამ მდგომარეობაშია, რომ შემოვიდა ფიქრი გავიდა პირობითად, ხო, ავდექი დილას წავედი რაღაცა ჩემი ტრადიციული, ესე ვთქვათ, ცხოვრებისეული რუტინა გავიარე და უბრუნდი ისევ, ხან წუწუნებ, ხან მიხარია, ეს ჩვეულებრივია და მაკლია ფიქრი, ანუ ფიქრობ ყველაფერზე გარდა იმისა, რომ სწორად დავინახო რა ხდება დღეს ჩემ თავს. ამიტომ არაჩვეულებრივად მუშაობს ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე ცხოვრების ბორბალის შეფასება, ხო? ჩემი ცხოვრების სფეროებს მე თუ გადავხედავ, რაღაცა ის ზემოდან დავხედავ, ხო? რომ აი რა არის, რისგან შედგება ეს ჩემი ცხოვრება? რა მომწონს მე ამაში? მაგალითად, რა მომწონს ჩემს ყოველდღიურობაში, ჩემს საქმიანობაში, მეგობრებთან ურთიერთობაში? რამდენად ვუძღვნი საკუთარ თვითზრუნვას რაღაცა დროს პირობითად და აი ამისი ანალიზი უკვე გვეხმარება ვიყოთ მზად
მეორე ნაბიჯისთვის. ეხლა რა არის მეორე ნაბიჯი? ნახეთ, ამ კემბელის სანამ მეორე ნაბიჯი გადავალთ, ნახე, რას მინდა რომ შევხედოთ. კოუჩინგურ ნაწილში მთავარი კითხვა არის, რა გინდა? და დღეს, როგორც შენ აღნიშნე, დღევანდელ რეალობაში ადამიანები გაუცნობიერებლად ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობთ სივრცეში, სადაც არ ვსვამთ კითხვებს, ეს არის ის ცხოვრება, რომელიც მე მინდოდა და რომელიც ჩემი არჩევანია, სწორედ ეს არჩევანი მინდოდა მქონოდა და კოუჩინგის პროცესში სწორედ ეს ასეთი სახის კითხვები ისმება, როგორი ცხოვრება გინდა, რო გქონდეს და სათხარ დღეს. რამდენად შესაბამისობაშია ის ცხოვრება დღევანდელი იმასთან, როგორიც გინდა, რო გქონდეს და ხშირად ეს გამოწვევა, ეხა გამოწვევაზე გადავდივართ, ხო? შინაგანი გამოძახილი და ამაზე რა სიტყოდი? ნახე, ზუსტად აღნიშნე, როდესაც მე არ ვიცი რა მინდა, ის პატარ-პატარა ნიშნები, რომელსაც სამყაროს მიგზავნის, ჩემი ყურადღების მიღმა რჩება. იმიტომ რომ მე უბრალოდ არ ვიცი რა მინდა, ხო? პირობითად ეხა მე თუ მაღაზიაში შევდივარ და ვიცი რომ ტორტის გამოცხობა მინდა, რა თქმა უნდა, თვალი გამექცევა ყველა იმ ინგრედიენტის რომლითაც ტორტი უნდა გამოვაცხო, მაგრამ მე თუ შევდივარ და არ ვიცი რისი გაკეთება მინდა, ვიბოდიალებ და უბრალოდ რაღაცას ხელს გავაყოლებ და ეს არ იქნება ის, რაც ჩემი მიზნის მიღწევაში უნდა დამეხმაროს. ამიტომ როცა ეს პირველი ეტაპი, რაზეც ჩვენ თქვით, გაანალიზებული მაქვს, რომ არის კი ეს ის ცხოვრება, რომელიც მინდა, იქვე შემოვა ის ბრაზის ნაცვლად უკვე რაღაცა ამბიცია და რაღაც ინსპირაცია, რომ ნახე, მე ესე არ მინდა, მე რაღაც სხვა მინდა, სხვა სამსახური თუ ურთიერთობები თუ ოჯახი თუ ასე შემდეგ, ხო, ჩემი თავისთვის რაღაც სხვა მინდა. შეიძლება ბოლომდე გარკვეული არც ვიყო რა არის ის რაღაც, მაგრამ უკვე ფიქრს როგორც კი დაიწყებ, აი იქ შემოდის უკვე გამოძახილი სამყაროსგან და ეს სამყაროსგან გამოძახილი არის ყოველთვის ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ნახეთ როგორ ხდება ამ დროს რომ რაღაცა მოხდა, აი რაღაცა ცვლილებისკენ ბიძგი მოხდა, არ ვიცი, ფიქრი შემოგივიდა პირობითად. ან შეიძლება ფიქრი კი არ შემოგივიდა, შეთავაზება მოვიდა ვიღაცისგან, რომ ხუმარ წამოხვიდოდი ჩემთან სამსახურში პირობითად, მე მუშაობ სადღაც და სტაბილურად ვარ, ან კომფორტის ზონა ხო ჩვენი სიმშვიდეა ამ ქვეყნიური 60 ნუ აი ყვა რა სიმშვიდეში არ მოწონებულ მაგრამ სიმშვიდეში და მაინც სიმშვიდეა და ასეთი რაღაცები ხო აი ახსენე რომ ან შეიძლება უბრალოდ რაღაცა მე თვითონ გამიჩნდეს რაღაც ინსპირაცია ცვლილების. მეორე ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს თუ არ დავიჭირე, თუ არ დავინახე და თუ არ ჩავეჭიდე იმ 1000 ფიქრს შორის, რომელიც თავში შემომდის, ის ერთი ფიქრი, რომელიც ახლოს იქნება ჩემს უკვე ნაფიქრალთან, ჩემ მომავალთან მიმართებაში, თუ არ გამოვხშირე, ძალიან ხშირად ეს მეორე ნაბიჯი ისე შემოდის და გადის ჩვენი ცხოვრებიდან, რომელიც კი ვამჩნევთ, ხო? აი შეიძლება უბრალოდ რაღაც არ ვიცი, ამ იმ გზაზე სანამ ახლა მე შენთან მოვედი, მე იმდენი რაღაც და ნიშანი დავინახე, იმიტომ რომ მე მეფიქრება რისი გაკეთება მინდა, ხომ? და ნახე რა არის ყველაზე საინტერესო, რომ თუ კი მე დავიჭირე ეს ფიქრი, ძალიან მალევე ვდგებით მესამე ეტაპთან მიმართებაში. მესამე არის ამ გამოწვევის უარყოფა. მესამე ნაწილზე გადავიდოდეთ. მეორე ნაწილში მინდა რომ კარგად ჩავღრმავდეთ იმ ნაწილში, რომ ზოგჯერ ეს არის ნიშანი ცხოვრებისგან, ზოგჯერ ეს არის შინაგანი გამოძახილი, მაგრამ ზოგჯერ ეს არის უბრალოდ შენგან დამოუკიდებლად ცხოვრება დაგეჯახება, ცხოვრება იწვევს შენგან დამოუკიდებლად და აღმოჩნდები კრიზისულ სიტუაციაში, სადაც უბრალოდ სხვა ვერსია აღარ გაქვს, რაღაც არჩევანი უნდა გააკეთო და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ზოგჯერ ეს არის გარედან შიგნიდან გამოძახილი, ზოგჯერ ეს არის ის, როდესაც ცხოვრება შენგან დამოუკიდებლად აღმოჩნდები სადღაც. კი ბატონო, ძალიან საინტერესო რაღაც ახსენე. მე მახსოვს ადრე ესეთი ფრაზა
წავიკითხე რომ წმინდა მამებიო ღმერთს ვებედრებოდნენ ღმერთო რატომ მიმატოვეო ღმერთს ეკითხებაო ერთ-ერთი წმინდა მამაო და რა როდის მიგატოვეო და განსაცდელს აღარ მიგზავნიო და ებედრებოდნენ ღმერთს რომ განსაცდელი გამომიგზავნეო ძალიან ხშირად სწორედ ასეთი კრიზისები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი და ის განსაცდელი რაც ჩვენ უნდა განვიცადოთ აი ამ მეორე ნაბიჯისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ხომ იმიტომ რომ ერთია რომ მე ამ კომფორტის ზონა ვახსენე წეგან ჩემინებით გამოვე ხლიჩო ამას რასაც ძალიან დიდი შრომა ჭირდება ხო აი რაღაცა ძალა ჭირდება შინაგანი და მეორეა რომ სამყარომ გამომგლიჯოს იქიდან დავკარგე სამსახური პირობითად რა ვიცი დაიწყო პანდემია დაიწყო ომი თუ რაღაცა მოხდა ფინანსური ან ოჯახში რაღაც პრობლემა შემექნა კრიზისი დადგა და სწორედ ეს არის მთავარი რომ შენ ამ კრიზისს შეხვდე არა როგორც რაღაცა ესე ვთქვათ სასჯელს ცხოვრებისგან არამედ როგორც ჯილდოს იმიტომ არც ერთი კრიზისი, არც ერთი განსაცდელი ჩვენ ცხოვრებაში არ მოდის იმ რაღაცა აი გაუთვალისწინებლად, ხო? ყოველთვის მოდის იმიტომ რომ შენ გიბიძგოს ქმედებისკენ. უბრალოდ ეს უნდა დავინახოთ. აი ეს არის მთავარი, უნდა დავინახოთ. ძალიან საინტერესოდ მენიშნა სიტყვა განსაცდელი. არასოდეს არ დავფიქრებულ ვარ და ეხა დავფიქრდი პირველად რომ ჩვენ ცხოვრებას ისევ ცხოვრობთ რომ არ განვიცდით ვერ ამიტომ ვახსენ ცხოვრებას რა ცხოვრებაშიც ცხოვრობთ და განსაცდელი მოდის იმიტომ რომ განცდა გასწავლოთ შენ შეხვიდე შენ ცხოვრებაში შენი აი ეს თანა განცდა საკუთარი თავის საკუთარი ცხოვრების ეს რომ გამოიმუშაო იმიტომ რომ ნუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში აი რო წარმოვიდგინოთ ყველაფერი მიდის ჩვენი სულისა და გონების მიღმა რაღაცნაირად. სხეულს ეხება, რაღაცებს ეხება ძირითადად აი ზედაპირულად ეხება, მაგრამ სანამ შიგნით არ შემოვა, სანამ განცდაში არ შეხვა და ეს თუ არ შეგიძლია, გიგზავნის განსაცდელს. მეც უნდა გაიცადე. თითქოს ცხოვრება დაგვემართა ეს განსაცდელიც, როდესაც მოდის, თითქოს ცხოვრება დაგვემართა და რეალურად აღმოჩნდება, რომ ეს ჩვენი არჩევანია, იმიტომ რომ ჩვენ ეს რაღაცისთვის გვჭირდება, ვინც ახლა პიროვნულ განვითარებაზე მუშაობს, ხვდებით, რომ შემთხვევით არაფერი არ გვემართება. რა თქმა უნდა, ათასობით ვიტყვით ამამად, ათასობით ადამიანთან მქონია უკვე შეხება ამდენი წლის განმავლობაში და ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემეძლია, როდესაც სწორედ ამ განსაცდელმა შეაცვლევინა უკეთესობისკენ ადამიანს თავისი ცხოვრება და მე სწორედ ეს არის ამოცანა, რომ შენ უკვე აი სხვათა შორის ერთ-ერთ აი ჩვენი გზის სადღაც უკვე ბოლოსკენ ესეთი მადლიერების სისტემაც მაქვს ჩადებული მე ამ დღიურში რატო იმიტომ რომ კალენდარში უბრალოდ რატო იმიტომ რომ ესე იგი მე თუ არ ვიგრძენი რომ ეს სასჯელი კი არა ჯილდოა ყველა ჯილდო რომელსაც სამყარო გვიგზავნის მათ შორის ჩვენი ნიჭი და ნიჭები ასე რომ ვთქვათ და უნარები შეიძლება იქცეს უმძიმეს ტვირთად თუ კი შენ გააზრებული არ გაქვს რომ ეს ჯილდო რაღაცისთვის გერგო არ ვიცი ნებისმიერი ადამიანი ხო ტვირთად ატარებს თუ დაკვირვები ხარ აი თუ კი ვერ გაიაზრა რატომ გიბოძა სამყარო პირობითად უნარი გქონდეს რა ვიცი იმოქმედო ზემოქმედება მოახდინო თუნდაც ვიღაცის ცხოვრებაზე ხო ან არ ვიცი რაღაცა მუსიკის თუ მხატვრობის თუ რაღაცის ნიჭი ან თუ კი შენ ამ ნიჭს თუ ჯილდოს ვერ გაიაზრებ რომ მადლობა გაქვს ამისთვის სათქმელი და ძალიან ბევრი ადამიანთან მისაუბრე ამაზე და დამიფიქრებია ისინი რომ როგორ მძიმე ტვირთად იქცევა ხოლმე და როგორ გიშლის ხელს ცხოვრებაში და როგორი ის განცდა გაქვს ხო და აი რომ აი ეს არ უნდა გქონოდა ეს არ უნდა გაგევლო ეს არ უნდა გწოდნოდა პირობითად ხო არ უნდა შეგძლებოდა მოდი ასე ვთქვა რო გავაგრძელოთ ხა ჩვენი გმირის გზა და რომ მივყვეთ ნაბიჯებად ძალიან სწორედ აი ამ მთელი ამ პროცესების გამოხდება ის რაც ხდება მესამე საფეხურზე ანუ მოწოდების უარყოფა ჩვენ გვეშინია ხო აი დავინახე ვიგრძენი მივხვდი კიდევაც რომ ეს საჭიროა და აი აქ არის მნიშვნელოვანი რომ ნახე თუ კი მეორე საფეხურზე ქმედებისკენ ბიძგი არის განსაცდელი მე მესამე საფეხურზე უკვე შანსი არ მაქვს რომ უარყო იმიტომ რომ ნუ სამყარომ გადამიწყვიტა
ასე. მაგრამ მათთვის ვისაც ჩვენ ვასწავლით, რომ ეს შენინებითაც შეიძლება მოხდეს, ანუ შენ შეიძლება იყოს ცვლილებების ინიციატორი შენ ცხოვრებაში და დაელოდები, როდის დაინგრევა სამყარო შენ სირგულე იმისთვის, რომ ცვლილებები დაიწყო, ხო? ნუ დაელოდები, როდის დაიხურება შენი სამსახური, თუ გიხვდები, რომ უნდა შეცვალო და სხვაგან გადახვიდე. აი, სწორედ ეს მესამე ნაბიჯი მათთვის არის საგულისხმო, რომ აქ უარყოფა შემოვა. იმიტომ რომ ნახე, უარყოფა შემოდის ჩვენი გონებიდან პირველ რიგში, აი რა გინდა ეხა, ხარ რა მშვიდად, რა არ მოგწონს, მაგრამ ხა აი რას იგრევა მცხოვრებას, ხო? რა დროს რემონტია, რა დროს ესხის აღება, რა დროს უნივერსიტეტის აშენება, ხარ შენთვის აგერ მშვენივრად და მიყვები შენ საქმეს. ანუ ეს ფიქრები შემოდის. მე ამ ფიქრებს მოყვება ის, რომ 1000 ადამიანი აღმოჩნდება შენ სირგულე, რომელიც გეტყვის, რომ კარგი ეხა რა მარიკა და დამშვიდე, რა გინდა ეს, ნუ აი ხო, რაღაცა ხამყაროში ხო ხედავ რა ხდება ხვალ რა იქნება კაცმა. ეს ფრაზები, ეს ადამიანები ისიც პატარა განსაცდელებია. ნახე, ეს ფიქრებიც განსაცდელია. აბა როგორ გაუმკლავდები? თითქოს გეთამაშება, კატათაგობანას გეთამაშება სამყარო. აბა როგორ გაუმკლავდები და თუ გაბედავ და გადახვალ შემდეგ ნაბიჯზე. რაღაც სამბოლო. მე მაგას ვეძახი სხურბლის მცველებს. აი სხურბლი, რომელიც გადასალახი და იქ არიან მცველები, რომლებიც გარედანაც შემოდიან და რჩევებს გაძლევენ და შიდა შიშებიც არის სხურბლის მცველები, რომ აი კომფორტის ზონის გადალახვა და ძალიან მომეწონა რა დაარქვი კომფორტის ზონას არა მოწონებული სიმშვიდე მოვინიშნე კიდევაც ადამიანს როდესაც თან არ მომწონს და თან ვეჭიდები იმიტომ რომ შვიდეც სტაბილურად ამის გარღვევაც არ მინდა იმიტომ რომ სიმშვიდეში ვარ იმიტომ რომ ნაცნობ ნაცნობ გარემოში ვარ და სწორედ ეს არის რომ ნაცნობი გარემოდან გადასვლა არაცნობიერ არანაცნობ ჩემთვის უცხოში ეს ყოველთვის რთულია და ყოველთვის შიშთან არის ასოცირებული იმიტომ რომ ეხა ნებისმიერი ადამიანი არ ახალ სამსახურში მიდიხარ თუ ახალ ტრანსპორტში ჯდები დღეს განვიცადე მე მსგავსი ამბავის რა მოვიდოდი ჩემი უნივერსიტეტიდან ხო ანუ რაღაც ახალი გზით რომ მიდის პირობით უკვე ეს განცდა გიჩნდება ყველაფერი უცხო იწვევს ჩვენში შიშს და ეს ასეც უნდა იყოს. ანუ ნუ შეგვეშინდება იმის რომ გვეშინია. იმიტომ რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რატომაც არა, ხომ? და საინტერესო რამ თქვი, ახლა ზღურბლის მცველები ამაზე არ მიფიქრია. უბრალოდ ამ ზღურბლის მცველებთან ერთად აი შემდეგ ნაბიჯი არიან სწორედ ისინი, რომლებიც ჩვენ გვიცავენ, მოდი ესე ვთქვათ, ხო? არიან ვიღაცები, ვინც ზღურბს იცავენ, რომ არ გადავლახოთ, არიან ვიღაცები, ვინც ჩვენ გვიცავენ. და ეს არის სწორედ მენტორთან შეხვედრა, ხო? სანამ ზღურბთან მივალთ. აი, საოცრად აქვს კემბელს ეს და მართლა როგორ გავსხოვრებას აი ნებისმიერი ადამიანი როცა უყურებს ხოლმე ამ დინამიკას მე როდესაც ვემუშავები და ველაპარაკები აი ამბობს რომ აი ღმერთო გუშინ მოხდა დღეს აქ ვარ ზუსტად და შეიძლება ერთ დღეში გაიარო მართლა 12-ვე ნაბიჯი და აი სწორედ მენტორთან შეხვედრა ჩემი აი ესე დაკვირვებით არის ყველაზე საინტერესო ეტაპი რატო იმიტომ რომ ამ მენტორს ჩვენ სად ვეძებთ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორ წარმოგვიდგენია ვინ არის ის ვინც უნდა დაგვეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში ხო ჩვენზე ბრძენი ჩვენზე ავტორიტეტური ჩვენზე რაღაცა არ ვიცი სტატუსური და სადღაც იმაზე კვარცხლბეკზე შემომდგარი ადამიანი თუ უბრალოდ შეიძლება არ ვიცი ქუჩაში რომ ვიღაცა შემხვდა ძველი ნაცნობი და რაღაცა რომ მითხრა ჩემ შესახებ რომ აუ გახსოვს ნათი პატარა რო იყავი ხისკენზე რო და რო ვერ ჩამოყავდი და უცებ გამახსენდეს რომ ბიჭო მე ხო ის ნათია ვარ რომელიც მთელი ცხოვრება კენწეროზე ზის და რატო ვარ დღეს ხის ძირში ხო იმ რესურსებზე ხო ზუსტად ანუ ნახე არ არის საჭირო მენტორად წარმოვიდგინოთ რაღაცა ანკეთილი ფერია საერთოდ ზღაპრებიც ხო ამაზეა აგებული ყველა ზღაპარი ამაზეა იმასთან რა ქვია კონკიასთან კეთილი ფერია რომ მისი ნათლია რომ მიფრინდა ის მენტორი იყო და იმან უბრალოდ მიანიშნა რომ მე შემიძლია რომ გავაკეთო ხო დანარჩენ შენ უნდა გადაწყვიტო წახვალ თუ არ წახვალ მაგრამ აგერ მე კაბას გაძლევ ამ გზაზე წასასვლელად ხო ანუ როგორც წესი ჯოზეფ კემბელის მიხედვით ძირითადად მინიშნებებზე არის გაკეთებული ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ ველოდებით რომ ვიღაცამ უნდა რაღაცა გზა გაგვიყვავს არა ეს მინიშნება ეს შეიძლება იყოს წიგნი შეიძლება იყოს ფილმი რომელმაც აი რაღაცა გაგიღვიძოს და შეიძლება იყოს შენ თვითონ და შეიძლება იყოს
ის coach-ი, რომელიც შენს გვერდით აღმოჩნდება, იმიტომ რომ ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები დგება ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც კომფორტის ზონის, ჩვენ ვიცით ახლა ცვლილებების ფორმულებში რამხელა მნიშვნელობები აქვს, ხო, ამ დროს როგორ შეიძლება ეს გადალახო, იმიტომ რომ ამ დროს მართლაც ეს ზღურბლის მცველები ხანდახან ისე იცავენ ამ ზღურბლს, რომ ადამიანს უბრალოდ ძალა არ ყოფნის იმისათვის, რომ ნაბიჯი გადადგას და როცა ასეთი არჩევანის წინაშე დგას ადამიანი და უდიდესი შინაგანი რეზისტენტობებია, ვიცით მაგ დროს, რომ კომფორტის ზონის გარღვევა არ არის მარტივი, საკმაოდ ტკივნეული პროცესია და სწორედ მაგაში ეხმარება coach-ის გვერდით მდგომა და პარტნიორობის პროცესი იმისათვის, რომ ადამიანმა ელემენტალური მარტო არ იგრძნოს თავი ამ განსაცდელის ჟამს. ესეც განსაცდელია, როდესაც კომფორტის ზონა გაქვს გასარღვევი, სერიოზული განსაცდელია და სტრესია და ამ დროს მარტოობის განცდა, როდესაც გაქვს, ჩვენ ვიცით, რომ ზოგ ნაწილში თვით coaching-იც მუშაობს, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც coach-ებიც მივდივართ coach-ებთან და ვეუბნებით, რომ მოდი მემუშავე, იმიტომ რომ მე ახლა კონკრეტულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაქვს მისაღები და მარტო ჩემი თვით coaching-ი არ მყოფნის, იმიტომ რომ გარედან მინდა, რომ შენ დაინახო ჩემი ემოციები, რომელსაც მე შიგნიდან ვერ ვხედავ, ჩემი რეაქციები ამ ყველაფერზე, ჩემი ვერბალური გამოხატულებები და ისეთი სარკის როლი შეასრულო ჩემთან, რომლითაც გარედან დამანახებ ჩემ თავს ამ დროს როგორ მოვიქეცი, იმიტომ რომ ხშირად თვით საბოტაჟი ისე მოქმედებს, რომ ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ და რითი რას ვიწვევთ ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინა პოდკასტშიც ამაზე ვსაუბრობდით, რომ მტერი გარეთ არ არსებობს. ხო, რა თქმა უნდა. ვერ იქნება, ვერ დამიზიანებს ისე სხვა ადამიანი. ვერაფერს, როგორც მე შემიძლია ჩემი თავი დავაზიანო და მე ვიძლევი ამის უფლებას, როცა ვზიანდები და როცა სხვა მაზიანებს. ამიტომ coach-ის როლი აქ არის უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ამ ზღურბლზე გადასვლის დროს მარტო არ ხარ, როცა ცნობიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გაქვს, როცა შეგიძლია იმ გაურკვევლობაში, რომელშიც გავლა გიწევს და რომელიც შემდეგ ნაბიჯზე ხარ რო ისაუბრებ, იმ ლაბირინთში, იმ დიდ გამოცდებში, რომელშიც გავლა გვიწევს, ამ დროს მარტო არ ხარ და შენ გვერდით ყავს პროფესიონალი ადამიანი, რომელიც გინათებს, გეხმარება იმ გზის განათებაში, სადაც აი ამ რთულ გაურკვევლობაში შედიხარ და ძალიან კარგად აღნიშნე და აბსოლუტურად მიუყვებოდი ახლა ჩემთვის, ხმე ვიზუარი ვარ და ვხედავდი ამ პროცესს, ეს წარმოდგენით, ჩემი წარმოდგენით, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის დროს გვერდით ყავდეს ადამიანი, რომელსაც მართლა პროფესიულ დონეზე აქვს ცოდნა იმისა, რომ მოკარნახე კი არ იყოს რესურსების გამღვიძებელი შენში. თუნდაც წინ თვით მენტორინგის და რაღაცა შინაგანი მენტორის გაღვიძების საშუალება მოგცეს. ჩვენ ძალიან ხშირად რომ საუბრობთ ხოლმე coaching-ზე ზოგადად და ვინ არის coach-ი და პირობითად რა არის მისი მთავარი ამოცანა, როცა ემუშავება ადამიანს, არის ხოლმე მოსაზრება, რომ ეს უნდა იყოს ადამიანი, ვინც რაღაცნაირად გზაკვალი უნდა გაგიკვალოს და რაღაცა მოგცეს სამიზნე ნიშნულები და მერე გამოყვეს გვერდით და ხელი და აი სწორედ ეს არის ზუსტად რომ მენტორია ფაქტობრივად აი ამ კემბელის გზაზე მენტორია ის coach-ი არის მენტორი რომელიც ხშირად გჭირდება და პირველ რიგში აქ გჭირდება რომელმაც შეიძლება არანაირი კარნახით და არანაირი საკუთარი მოსაზრების გამოხატვით და როგორ გითხრათ რაღაცა ძალისმიერი რაღაც ესე რომ ვთქვათ იძულებითი ბიძგების გარეშე აი პირდაპირ დაეხმაროს ადამიანს რომ შინაგანი მენტორი გააღვიძოს რომ ხვალ და ზეგ მას შეიძლება კვლავ დაჭირდეს
coach-თან მისვლა და ეს ბუნებრივი პროცესია. სხვანაირ საფეხურზე როცა აღმოჩნდება, მაგრამ მოემზადოს შინაგანად, რესურსულად იყოს მზად. და აი ძალიან ხშირად მქონია კამათი მე, იმიტომ რომ ჯერ მაინც ახალი ხილია ეს პროფესია, მიხედავთ რომ ძალიან პოპულარულია და მიხედავთ რომ არ ვიცი ალბათ თუ არ გადის და დღე არ გადის რომ ვიღაცამ არ გამოაცხადოს ესე ვთქვათ რომ თავის თავზე რომ აი მივიღე coach-ის დიპლომი და აღსანიშნია მოკეთ ეს ამბავი რომ ასეთი პოპულარულია ეს პროფესია, მაგრამ მაინც ჩნდება ხოლმე კითხვები რომ აი ამდენი coach-ი რა გვინდა და რა უნდა აკეთოს ამდენმა coach-მა, ხო ყველა coach-ი როგორ უნდა იყოს. არის ეს კითხვები და კი, მაგრამ წინა პოდკასტში ამაზე ვისაუბრეთ სწორედ ანა არველაძესთან ერთად რომ აქ კონკურენცია არ არსებობს. ხო და ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა. კი, ანუ რამდენი ადამიანიც არის იმას ჭირდება ის მენტორი, მოდი ისევ კემბელის ჭრილში რო შევხედოთ, რომელიც მას დაეხმარება შინაგანი რესურსები გაუღვიძოს. და ნურავის ნუ ექნება განცდა რომ coach-ი და ეს რაღაცა ეს მიმართულება არის ზუსტად ის რომ ვიღაცა მოკარნახეები ჩნდებიან. არა, უბრალოდ ჩნდებიან და რაც მეტი გაჩნდება, რა თქმა უნდა, უკეთესია რომ ჩნდებიან ადამიანები რომლებსაც აქვთ ცოდნა როგორ დაგეხმარონ გააღვიძოს შინაგანი მე. კიდე ერთ შესწორება შევიდან ჯოზეფ კემბელის მიხედვით coach-მა შეიძლება ამ შემთხვევაში მენტორის როლი შეასრულოს, მაგრამ coach-სა და რეალურად coach-სა და მენტორს შორის არის განსხვავება. coach-ი არ არის მენტორი. არა, მე აქ უბრალოდ აღნიშნე კემბელის მიხედვით მენტორთან შეხვედრა ქვია ამას, თორე ხა და აქვე კი რა თქმა უნდა მართალია სწორად იყო აღნიშნული, იმიტომ რომ მენტორი ნამდვილად არ არის coach-ი და coach-ი რომელიც მენტორობას გადაწყვეტს შეიძლება გახდეს დიმენტორი, როგორც არის ჰარი პოტერში, შეიძლება კი ბატონო. ამიტომ coach-ებმა ჩვენი ზღვარი რაღაცნაირად უნდა დავიცვათ ამ საკითხში, ხო? ეხლა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? აი ამის მერე უკვე იწყება გაუცნობიერებელ ახალ უცხო სამყაროში შებიჯება, ზღურბლის გადალახვა და ასეც ეძახის კემბელი ამას, რომ შენ უკვე იღებ გადაწყვეტილებას, შენ უკვე პოულობ შენ თავში გამბედაობას, ვიღაცის დახმარებით თუ საკუთარი რესურსით, თუ აი ესე ვთქვათ მენტორად წოდებულ, არ ვიცი, წიგნის, ფილმის თუ მეგობრის coach-ის თუ საკუთარი თავის დახმარებით და შედიხარ იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხარ. ეს არის ყველაფერი, რაც არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. უბრალოდ ასე არ ვუყურებთ ჩვენ ამას, ხო? ნებისმიერი სიახლე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ცხოვრების რუტინას სვლის და რაღაცა ახალს გაკეთებინებს, უნდა ვიცოდეთ, რომ სავსეა გამოცდით, სავსეა მტრებით და სავსეა მოკავშირეებით. და აი ისეთ წვრილმან დეტალებში ვლინდება ეს, რომ თუ დააკვირდები, რაღაცა გეგონება ვიღაცამ ფორმულა დაწერა, უბრალოდ შენ ეს ფორმულა დაგავიწყდა. თორე თუ გაგახსენდება, ის ზუსტად ხვდები, რომ რაღაცა x + y რაღაცას უდრის და ეს უნდა გახსოვდეს, ხო? იმიტომ რომ როდესაც ახალ სამყაროში შედიხარ, აპრიორი წინასწარ შეგიძლია იცოდე, რომ ეს პროცესი არის გამოცდებით სავსე. ამ გამოცდებს ძალიან ხშირად მოსდევს საკუთარ რესურსებში და ურწმუნებლობის განცდა, რომ რა მინდოდა წვენებში. აი რა ვერ ვიყავი ჩემთვის, იმიტომ რომ აქ შემოდის სინანული, აქ შემოდის იმედგაცრუება, აქ შემოდის იმის განცდა, რომ ღმერთო, აი რატო ვქენი, ნუ აი რატო და იწყებ ორჭოფობას. აქვე ჩნდებიან მოკავშირეები, ანუ ისინი ვის დაგეხმარებიან, ხო? ეს ნებისმიერი, არ ვიცი, რა საქმეც არ უნდა წამოიწყო ამ ნაბიჯს გადიხარ. და რა არის ყველაზე საინტერესო, რომ რაც უფრო ახლოს ხარ მიზანთან, მით უფრო რთულდება და რთულდება. აი თითქოს სამყარო რაღაცა ისევ კატათაგობანას გეთამაშება და კიდე რაღაცა პატარ-პატარა ხაფანგებს გიგებს. უბრალოდ ჩემ ვერ ხვდები იმ მომენტში ეს რა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ გადალახავ ამას და თან გავლილი რო გაქვს ეს ანუ პირობითად გააზრებული რო გაქვს რომ ამას უნდა ელოდე შენ ცხოვრებაში უკვე ხვდები რა და შენც კატათაგობანას ეთამაშები იმ გამოწვევებს მაგრამ თუ მზად არ ხარ შეიძლება ამ გამოწვევებმა დაგანგრიოს და ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი როგორც ზღაპრებშია, ხო, რომ აი უკვე რომ დაინახა მზე თუ ნახავი ოქროს ფერთმებ გადმოშლილი და უკვე რომ გონია რომ მისია ეს მზე თუ ნახავი და გამოვარდება დრაკონი ამ დროს იქ და მოუწევს დრაკონთან ბრძოლა.
ასია, როცა ჩვენ ხედავთ უკვე მიზანი ახლოა, რა ვიცი, აი უკვე და რაღაცა აუცილებლად მოხდება თუ დააკვირდებით, ხო? არ ვიცი, აი რაღაცა ისეთი მოხდება, რაც ხელს მიშლის აგერ ხელის გაწუდენა რომ აქ დარჩენილი. და ეს არის სწორედ ის გამძაფრება შენი მე დაიცვა. აი რაღაცა ესეთი განცდა მაქვს ხოლმე ყოველთვის ამ ეტაპზე და აი როცა მოდიან ადამიანები რომ აი ღმერთო სულ ერთი ნაბიჯი მქონდა დარჩენილი და ისეთი დამემართა ეხლა მე რაღაცნაირად გავაერთიანე მე-6 მე-7 მე-8 ნაბიჯები რა გაგებით იმიტომ რომ აი უნდა მოკვდე უნდა მოკვდე იმისთვის რომ ხელახლა დაიბადო და ჩვენი ცხოვრება ზუსტად ეს არის მუდმივი გარდაცვალება და აღდგომა თვითმკვდარი ღმერთების გზას გავდივართ ჩვენ და ამით ვუახლოვდებით რაღაცნაირად იმ დიაც რითიც სამყაროა დაწყებული ხო იმიტომ რომ ის მომენტი რომ შენი გამოცდილებით შენი ტკივილებით შენი გაძლიერებით თუნდაც იმედგაცრუებით საკუთარ თავში ეჩვიშ მე ისევ საკუთარი თავის პოვნით და აი ამ დრაკონთან შერკინებით რომელიც გამოვიდა სადღაც გამოქვაბულიდან როცა მიზანთან უკვე ახლოს იყავი შენ შეიძლება დაეცე ისე დაეცე რომ ადგომა გეგონოს რომ ვეღარ ადგები ვერასოდეს და იმ დაცემის დროს არის სიკვდილი როცა იმედი აღარ გაქვს არაფრის და შენ უნდა მიხვდე მზად უნდა იყო იმისთვის რომ ეს ბუნებრივია ეს ჩვენი ცხოვრების სცენარია რომელიც სადღაც ვიღაცამ გაწერა და მანდაც ჩავერთვები იმ ნაწილში რომ მაგ რთულ გზაზეც კი როცა ყველაზე რთული გამოწვევები არის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას რომ მე ცნობიერების რა ხარისხში ვარ ცხოვრება დამემართა თუ ჩემი არჩევანია მე თუ ჩემი არჩევანი თუ არის ეს პროცესი რაშიც შევედი ჩათვალე რომ ნახევარი სიძლიერით მჭირდება შერკინება იმასთან და გაცილებით მარტივად გადალახვა შემიძლია ვიდრე ცხოვრება დამემართა და ცხოვრება დამემართას დროს დამნაშავეებს ვეძებ სადღაც რაღაც მსხვერპლის როლში ვარ გონია რომ ჩემს თავს ხდება ყველაფერი და გაცილებით მირთულდება ოღონდ ვინმე კი არ მირთულებს მე თვითონ ვურთულებ ჩემს თავს სწორედ იმ გაუცნობიერებელი არჩევანის გაკეთები არჩევანის კი არა პირიქით არჩევანი ვერ გავაკეთე სხვამ გადაწყვიტა რომ მე დამემართა ეს ცხოვრება და ამ დროს აი ზუსტად მან გავაკეთებ კიდევ ერთხელ აქცენტს იმაზე როგორია კოუჩის როლი ამ შემთხვევაში როცა ზღურბლის გადალახვამდე მეხმარებოდა იმიტომ რომ აი ცხოვრება დამემართა არასოდეს არ მოხდება თუკი შენ გექნება ურთიერთობა თუნდაც ისეთ ადამიანთან რომელიც თვითონ კი არ გადაგიწყვეტს დაგეხმარება შენ მიიღო გადაწყვეტილება ეხლა რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და ამას ბევრჯერ წავწყდომი ვარ რომ არასოდეს არ ნანობენ ადამიანები იმ ქმედებას რომელიც მათი გადაწყვეტილების შედეგია არასოდეს რაც არ უნდა ცუდად დამთავრდეს რაც არ უნდა რთული შედეგი გქონდეს მიღებული და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს შედეგი მაინც ამბობს ნუ всё მე ეს ჩემი არჩევანი იყო მაგრამ როცა ეს გაცნობიერებული არ მაქვს რომ მე ავირჩიე ასეთი ცხოვრება მაშინ აი ეს დაცემა ისეთი მტკივნეულია რომ მე ბევრი ადამიანი მინახავს და დღესაც მყავს გვერდით ბევრი ადამიანი რომელიც აი იმ უბსკრულის ძირიდან ჯერ ვერ წამოდგა და იქ არის თვითგვემაში რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა არ უნდა შემეცვალა მე მთელი ცხოვრება მოგიძღვენით თუ მიუძღვენი და გემორჩილებოდით და ანუ ეს ფრაზები არის იმ ადამიანის ფრაზა რომელსაც არ სჯერა რომ ცხოვრება მისი არჩევანი იყოს სინამდვილეში ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ იმას რასაც სხვები გვეუბნებიან ეს როგორ გითხრა ეს არის თვითმოტყუების კარგი მცდელობა, როდესაც მე გავურბივარ ჩემ ცხოვრებაზე და შედეგებზე პასუხისმგებლობაზე. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყოველთვის ხდება ის, რაც გამოწვეულია ჩემი ქმედებების და ჩემი ფიქრის და ჩემი ასე ვთქვათ დამოკიდებულებების სინთეზისგან, ხო? იმიტომ რომ კი შეიძლება ვიღაცამ რაღაცა მაიცულოს, გამაკეთებინოს, მაგრამ ვიყო მსხვერპლი ეს ხო ჩემი არჩევანია. ზუსტად ეგ არის და მაგ მსხვერპლობის დროს ასჯერ
ვირთულებ გზას. რა თქმა უნდა, ჩემი არჩევა. რა თქმა უნდა. და აი სწორედ ახლა რომ მივუბრუნდეთ კემბელის გზას, ხო, აი ეს უნივერსალური მოდელი, რომელიც აი ამ რაღაცა თვითკოდომის ეტაპამდე მიგიყვან, სადაც დაცემული ხარ, არ ვიცი, პირდაპირ აი სახით მიწაზე დაცემული ხარ და აღარ იცი როგორ წამოდგე. მე ვფიქრობ, რომ აქაც ძალიან დიდი როლი აქვს იმას, თუ ვინდა გეხმარება ამ წამოდგომაში. მე ვფიქრობ, რომ აქ კიდევ უფრო მეტად შემოდის თუნდაც იგივე კოუჩის ფუნქცია, იმიტომ რომ ამ წამოდგომას ხელის გაწვდენით აღდგომა არ ეწოდება. როგორც პატარა ბავშვი, რომ დაეცემა და შენ რო გვერდით დგახარ, უბრალოდ დგახარ. ის თავის აი ზუსტად ეს არის და ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, რომ მე მქონია შემთხვევა ადამიანებთან, რომ იქ არიან იმ ფსკერზე, უფსკრულის ფსკერზე, სადაც სხვა კი არაფერია, მართლა ფსკერი კი არ არის და მართლა სადღაც იმაზე კი არ გდია ადამიანი, ესეც უხეშად ვიტყვი. არა, უბრალოდ ეს არის მენტალური განწყობა, ანუ ფსიქიკური მდგომარეობა ადამიანის, სადაც არის დეპრესია, უიმედობა, უსარგებლობა, უსასოობა. ანუ პირდაპირ შეგვიძლია ლაკმუსის ქაღალდივით არის რა, თუ კი შენ გაქვს შენ თავში ეს განცდა, რომ ხარ ყოვლად usargeblo, გაქვს უიმედობის განცდა, რაც არაფერი იქნება, აი ნახე, მე არ გამომივა, მე სამყაროზე გაბრაზებული, ხო, აი უიმედო, რომ არაფერი არ გამოვა და ბოლოს ყველაზე რთული მახე გონების, რომ არც უნდა გამომივიდეს, ანუ სრული usargeblობის განცდა, ჩათვალე, რომ შენ ახლა იქ ხარ. აი თუ კი ეს სამი რაღაცა შემოვიდა, იცოდე რომ შენ იქ ხარ და იქიდან ამოსვლა იმ ფსკერზე ყოფი კემბელის მიხედვით გმირი, რომელიც დაეცა და უნდა ადგეს, მოკვდა ერთი და უნდა დაიბადოს მეორე, ეს შეუძლებელია თუ კი შენ ელოდები ვინ გამოგიწვდენს ხელს და ვინ აგაყენებს. იმიტომ რომ ის აგაყენებს, მაგრამ შენ მუხლების კანკალით ადგები და ორი ნაბიჯიც რო გაიარო, ისევ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდები. რატო? იმიტომ რომ საკუთარ თავში არ ხარ გამყარებული. მაგრამ თუ შენ გვერდით გყავს ვიღაც, აი ესე კედელივით და განცდა გაქვს, რომ მოდი მე ავდგები, მაგრამ თუ წავიქეცი, ვიცი რომ სადღაც ფარი და ხელია, რომელიც მე არ მომცემს საშუალებას, რომ ეს სხვა განცდაა. ეს უკვე გიღვიძებს, ნახე, წელან სამი მახე ხო ვახსენე, არ გამომივა ავდგები. თუ ვეღარ ავდექი, ნახე, არ სამყაროში, ანუ არ უიმედობა, სადაც იყოს, რომ სამყარო არის მტერი და არა, ნახე, ვიღაც არის, ვისაც, ანუ ესეც გაბათილდა და მე ბოლო უკვე არც უნდა გამოვივიდა, საერთოდ აღარ გახსოვს. იმიტომ რომ გამოგივიდა და უნდა გამოგსვლო და კიდევ სუპერძალა აღმოაჩინე, რომლითაც შენ თვითონ ადექი. ეს არის და ეს არის, იმიტომ რომ მე მოდის ჯილდო. აი მე მოდის სამყაროსგან ჯილდო. და ეს ჯილდო არის, რა ვიცი, ხა თუ კი ვინმეს ჩვენ მსმენელებს შორის წაკითხული აქვს კემბელის მთლიანად ეს 1000 სახოვანი გმირი და ანუ ეს მთელი ესე ვთქვათ ციკლი გავლილი აქვს, ნუ აი ეს ჯილდო ხშირად ღვთისმშობლის სახით არის, ქალღმერთის სახით არის გამოსული, რომელიც რაღაცნაირად მფარველია შენი საბოლოო ჯამში ეს ჯილდო არის სიმშვიდე. ახალი სიმშვიდეა. ოღონდ გაცნობიერებული სიმშვიდეა. იმიტომ რომ სიმშვიდეა ამ ქვეყნიური 64-ისკენაც მივისწრაფვით და აი როცა შენ უკვე გამყარებული ახსდექი. აღდგომა შემდეგ მოდის ამის მერე, მაგრამ ნახე, იმისთვის რომ ხელახლა დაიბადო და გამყარდე შენს ახალ მეში, შენ გჭირდება სიმშვიდე, იმიტომ რომ ფორი აქით სტრესით ეჭვებით და აი რაღაცა ესე ვთქვათ, აი ამ ვერ იპოვი ვინ ხარ ის ახალი შენ, ხო? ამიტომ ეს ჯილდო არის სიმშვიდე და შემდეგ ხდება უკვე სრული ტრანსფორმაცია. ანუ სრული ტრანსფორმაცია რას ნიშნავს და ის აღდგომა ადამიანის რას ნიშნავს, რომ შენ გაცნობიერებულად ხვდები, რომ მოკვდი და ხელახლა დაიბადე. ანუ ის კი არა უცებ ხავდექი და რაღაც ვარცხნილობა შევიცვა რა, არა. აი შენ გაცნობიერებულად ხვდები რა გზა გაიარე, რამ მოგკლა, სად დაეცი, როგორ ადექი, რა იყო მიზეზი იმისა, რომ შენ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდი. რას ვერ გაუმკლავდი, ხო, იმ საფეხურებზე ზღრუბლის შემდეგ. მტრები იყო ბევრი,
მერე რა მოკავშირეც ხო იყო, გამოცდა იყო ისეთი, რომელსაც ვერ გაუმკლავდი, არ ვიცი, მიზანთან მიახლოებისას წაგაქცია იმ დრაკონმა, ჰიპოთეტურმა, ასე რომ ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ დრაკონია ყველაფერი, რა ვიცი, რაც წინააღმდეგობაში შემოდის ჩვენთან. აი, რამ წაგაქცია ეს გაცნობიერებული გაქვს. აქვე ხვდები, რომ მე თვითონ ავდექი. მე თვითონ მქენი ეს. ანუ კი, დიდხანს ვიყავი თუ ცოტა ხანს არა აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ ავდექი და რო ავდექი ეს ჯილდო იყო ყველაზე ძლიერი ჯილდო, იმიტომ რომ ჩემი თავი ვირწმუნე, როცა ავდექი. და სიმშვიდე მაქვს, რწმენის სიმშვიდე მაქვს, ხო? და აი მერე უკვე აი ამ ტრანსფორმაციის უკვე აღდგომილი როცა ხარ, ხო, ადამიანი და ეს გააზრებული გაქვს, მერე შეგიძლია შინ დაბრუნება. მერე მოდის გზა შინისკენ. სანამ შინ დაუბრუნდებით ისევ ცნობიერებისკენ წავალ, რომ ამ მთელ გზაზე სანამ შინ დაუბრუნდებით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ისევ ცნობიერების ნაწილი, რომ მე გავაცნობიერო, ის დრაკონიც მე ვიყავი. ის მოწინააღმდეგეც მე ვიყავი, ის მხარდამჭერიც მე ვიყავი, ის ხელის გამწოდებელიც მე ვიყავი საკუთარი თავისთვის და ისიც ვინც ხელი კრა და წამაქცია და ვინც ძალა გამომაცალა, ყველა მე თვითონ ვიყავი იმ ჩემს მთელ პროცესში და ეს არ არიან სხვა ადამიანები, არ არის სამყარო, რომელიც ხელს მიშლის რამეში, პირიქით. მე ვარ ყველა როლში, რომელიც ჩემ თავს ვეხმარები კიდევაც და ხელსაც ვკრავ და ძირსაც ვაგდებ და ბოლოში ისიც მე ვარ, ვინც გააცნობიერებს, რომ ეს სუპერძალა ჩემში აღმოჩნდა. და ეს ჯილდოც მე მივანიჭე ჩემ თავს და არა ვინმე სხვამ და ესეც არის ჩემი ძალა, რომლითაც მე შევქმენი ისევ და სწორედ ამას ვეძახი ხოლმე რეინკარნაციას. ხშირად მეკითხებიან, რომ რეინკარნაცია მართლმადიდებლობაში თუ არის და მე მგონია, რომ ჩვენს მართლმადიდებლობაში რეინკარნაცია სწორედ ის არის ყოველი ახალი დაბადება, სადაც შენში იმ ძველ სისუსტეს კლავს სადღაც რჩება და ახალი მე იბადება და ახალი ძალით მოდიხარ სამყაროში და უკვე ახალი რწმენა გაქვს საკუთარი თავისაც და სამყაროსიც და გაცნობიერება გაქვს იმისი, სად შეუშალე შენ თავს ხელი, სად დაუდე კვანტი საკუთარ თავს, სად კარი ხელი, სად არ მიაწოდე ხელი შენ თავს და სად ჩააგდე ორმოში, იმიტომ რომ შენ არ ხარ ჯერჯერობით რაღაცის ღირსი, აი ამ შინაგანი დიალოგით, როდის ეუბნები ადამიანი საკუთარ თავს და ამ ყველაფერს თუ გააცნობიერებ და იმ ნაწილს, რომელიც ხელს გიშლის, დაუმეგობრდები, მიიღებ და მერე ეტყვი, გაიერთიანებ მას, იმიტომ რომ ისიც შენი ნაწილია, მას შეაცვლევინებ დამოკიდებულებას და გაიერთიანებ, მერე ხდება მთლიანობის პროცესი, რომელიც არის ყველაზე დიდი ჯილდო. გეთანხმები აბსოლუტურად, ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დევს მთლიანად ამ სისტემაში, რომ ეს არის ცნობიერის გზა. ეს არ არის ნაბიჯები პირობითად, ეს არ არის რაღაცა ხილული. ეს არის ადამიანის ცნობიერის გზა, რომელსაც შეუძლია შეაფასოს შენი წარსული და დაგეხმაროს, რომ შენმა წარსულმა არ გიბიძგოს ესე რომ ვთქვათ, ხო, იმისკენ რომ პირობითად ვერ შექმნა მომავალი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანებს რა ემართებათ, ხო, წარსული ქმნის პირდაპირ მათ მომავალს. და აწყვავს გვაქვს გამოტოვებული. და აი ხშირად მithქვამს, რომ ამის ცოდნა უკვე აი ამ პროცესის ცოდნა ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ვიწყებთ ჩვეული ცხოვრების გააზრებით და შეიძლება ჩვეული ცხოვრების ის ეტაპი, როცა შენ გააზრებას იწყებ ცნობიერად, იყოს უკვე რომელიმე ნაბიჯი. ან ზღურბლის იქით ხარ, ან უფსკვლელში ხარ, ან დრაკონს ებრძვი. ეს უცებ შეიძლება მიხვდე, რომ აი ამ 12 ნაბიჯიდან უკვე სადღაც ვარ მე ახლა და შემდეგ რა მელოდება უკვე ვიცი და ეს მე უნდა ვიყო. და ძალიან სწორად აღნიშნე, რომ საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ცნობიერის სავარჯიშოა. ანუ საფიქრალი ამბავია, რომელმაც
გონებით უნდა განსაზღვროს ეს ყველაფერი და ეს მატრიცა ფაქტობრივად ინსტრუმენტი რომელიც გააქვს ესე პირდაპირ ხელგეწიფება მასთან წვდომა ხო ყველა ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს რატომ არ უნდა გამოიყენო იმიტომ რომ ჩვენ სწორედ პრობლემა ის გვაქვს რომ ცნობიერს ვთრგუნავთ საკუთარი თავისთვის რომ მოვიხმაროთ და ორიენტირებული ვართ ყველაზე და ყველაფერზე მათ შორის იმ ასპექტში სადაც ყველაზე და ყველაფერს ვაბრალებ ყველაფერს ხო და არაცნობიერი თავისას გვეკაჩება და ვეღარ ხდება ამის სინთეზი ხო აი სწორად ახსენე შე რომ ის დრაკონიც მე ვარ იუნგი ამბობს რომ სიზმარში ყველა როლი რომელიც შენ გესიზმრება ხარ შენ და თუ შენ გინდა ამას ანალიზი გაუკეთო აბა ვის გაურბოდი ხო ვინ მოგსდებდა და ვინ დაგარტყან ვინ დაარტყივდა ვის დაარტყი და ასე შემდეგ და ასეა ხო ცხოვრებაშიც იმიტომ რომ მე კიდევ და შენს ფრაზას დავესესხები რომ და ესე მინდა რომ არავინ არ გავნებს იმაზე მეტად როგორც შენი თავი და არავინ არ დაგეხმარება იმაზე მეტად როგორც შენი თავი ამიტომ აი ეს რაღაცა საკუთარი თავის ძიების საუკეთესო ამბავია გმირის გზა და მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს მართლა ის ინსტრუმენტი რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის ისეთად გახდის როგორიც მას უნდა ანუ აი ამ შინისკენ დაბრუნებული ელექსირით ხელში და ეს ელექსირი არის ცოდნა ეს ელექსირი არის გამოცდილება ეს ელექსირი ხარ შენ თვითონ იმიტომ რომ მე ეს ციკლი გრძელდება ეს ბორბალი ბრუნავს არასდროს არ ჩერდება სამყაროს დასაბამიდან დღემდე თითოეულ ადამიანში და თითოეული ადამიანის თითოეულ დღეს შეიძლება ეს გზა იყოს ეს სადღაც ბრუნავს აი რომ წარმოვიდგინოთ პატარ-პატარა წერტილისინი ბორბლები რომელიც სამყაროში სულ ბრუნავს ხო ციკლები მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ თუ გავიაზრეთ ეს თავიდან ბოლომდე და ისე ცნობიერად გავიარეთ, მაშინ ახალ საფეხურზე გადავდივართ. თუ არა და ერთი და იგივე ციკლში ტრიალებთ და ერთი და იგივე განსაცდელები. ზუსტად ეს არის ჩემო ძვირფასო, რაც ყველაზე მტკივნეულია, რომ ადამიანებს გონიათ, რომ მე რატო თქვი, რომ წარსული უდრის მომავალს, ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა და ამ დროს წარსული არ უნდა უდრიდეს მომავალს. აწყომ უნდა შექმნას შენი მომავალი, მაგრამ წარსული უნდა იყოს გამოცდილება. განაწარსული თვალისწინებელი არ არის, მაგრამ თუ კი წარსული ქმნის შენ მომავალს, არაფერი არ შეიცვლება. იმიტომ რომ რა შედეგიც დადე წარსულში, შენი ქმედებით, თუ კი შენ იგივეს იმეორებ, რა თქმა უნდა იგივე იქნება შედეგი. და აღარ მახსოვს ვის სიტყვებია ზუსტად, მაგრამ ესეთია რომ მე მიკვირსო იმ ხალხისო, რომლებსაც აქვთ იმისი ამბიცია, რომ ერთი და იგივე მოქმედებით სხვადასხვა შედეგი შეიძლება მიიღონო. რანაირად შეიძლება შენ თუ ერთ და იგივე რეცეპტით რაღაცას აკეთებ პირობითად არ გამოდის და ჯიუტად იგივე რეცეპტით აკეთებ 5-ჯერ რომ გააკეთო თუ ის რაღაცა აკლია რომელიც ჭირდება მას არ გამოგივა არც ერთ ჯერზე ხო რაღაც თუ არ შეცვალე ძალიან საინტერესოდ მივიხილეთ ნათია და იცი რა მაინტერესებს პარალელს როგორ გაავლებდი აი შენ ცხოვრებაში როგორ ხდებოდა ამ გმირის მოგზაურობის ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამაზე და ძალიან საინტერესო კითხვა ალბათ ესე პირველად როცა დავფიქრდი კემბელს დიდი ხანია ვიცნობ და ეს ინსტრუმენტი ძალიან დიდი ხანია ვიცი მაგრამ მაინც გვეპარება ხოლმე ხო ან ჩვენ ცხოვრებაში აი როდესაც უნივერსიტეტი შევქმენი აი პირველი ავტორიზაციის პერიოდი რო იყო აი მაგ დავინახე ყველაზე კარგად ჩემი ეს ნაბიჯები და მან დავინახე ზუსტად რამხელა ძალა აქვს, როცა საკუთარი თავის რწმენა გაქვს ადამიანს. და გუნდის რწმენა და არ აქვს მნიშვნელობა სამყაროს რწმენა. მოდი ესე ვიტყოდი რა, იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერი დგას ჩვენ ცხოვრებაში ორ ვექტორზე. როგორ ვუყურებ მე ჩემ თავს და როგორ ვუყურებ სამყაროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ზუსტად გაზრებული მაქვს, როგორ შემოვიდა იდეა ალტერბრიჯის შექმნის. როგორ ვარ ვყავი რაღაც მომენტში ეს იდეა და როგორ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მითხრეს, რომ ხოლმე ხარ აი ეს უნივერსიტეტი ახლა ვინ გაგაკეთებინებს თუ როგორც არის, ხო? სტანდარტული. მე ისიც მახსოვს მენტორები ვინ იყვნენ.
და ჩემი თავიც მახსოვს როგორც მენტორი ამ შემთხვევაში, ხო? აი ძალიან წვავე იყო ჩემთვის და ძალიან დიდი რისკი, როდესაც ღრუბლი გადავლახე, იმიტომ რომ ღრუბლს რო გადალახა, უკან დაბრუნება, ანუ უკვე სესხი აღებულია, მშენებლობა დაწყებულია, უნივერსიტეტს აშენებ და უცებ რო ხვდები რომ ახალ სფეროში, მაგრამ აქამდე თითქოს თამაში იყო რაღაცა და უცებ ხვდები რომ ახალ სფეროში შედიხარ, სადაც უამრავი მოწინააღმდეგეა, ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნია, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც შეგიძლია დაერტყმო და ძალიან დიდი გამოცდა იყო ავტორიზაცია. ეს იყო არ ვიცი ალბათ რაღაცა სასწაულის ტოლფასი იმ პერიოდში, როცა ახალი უნივერსიტეტი შემოვიდა ბაზარზე 2019-ში და ავტორიზებული სასწავლებელი უმაღლესი სასწავლებელი გახდა. მაგრამ კიდე უარესი იყო მერე, მარიკა. აი ეს უფსკრული, ის დაცემა, ეს ძალიან მძიმე ამბავი იყო, იმიტომ რომ ის კი მივიღე, რაც უნდა მიმეღო, მაგრამ შემდგომ გამოწვევებთან გამკლავება არ აღმოჩნდა მარტივი. და აი იქაც ზუსტად ფიქრობ, რომ საკმაოდ დიდხანს მე პირადად ჩემ თავზე ვამბობ ამ შემთხვევაში, საკმაოდ დიდხანს ვიყავი იმ მდგომარეობაში, როცა მქონდა საშინელი სინანულის თუ შიშის თუ რაღაცა მომავლის ვერ დანახვის და ასე შემდეგ განცდა და ეს აი კოვიდის პერიოდი დაემთხვა თან ჩვენს ავტორიზაციას და წარმოიდგინე რა მხოლოდ დრაკონი იყო ეს კოვიდი. ახალი უნივერსიტეტისთვის ხო წარმოგიდგენია ეს რა იყო ხო აი რომ მიხვდები რომ ეს ყველაფერი რომ გააკეთე და უცებ გადაგისვა სამყარო ხაზი და შეიძლება საერთოდ რაც გიკეთებ სხვა შორის მანდ კარგად მუშაობს ესეც კოუჩინგური ინსტრუმენტია როცა და მე ჩემ თავზე ამით ვიმუშავე ამიტომ არის ამ შემთხვევაში კარგია როცა შენ გაქვს ეს ცოდნა და ემუშავები მაგრამ თუ ეს ცოდნა არ გაქვს უნდა იპოვო ადამიანი ვის დაგეხმარება აი პირდაპირ უნდა მიაკითხო და უთხრა რომ მე ამ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ მე მაშინ მახსოვს, რომ ჩემ თავს გავუკეთე ესეთი გარსიდან გასვლის ტექნიკა, რომ აი როცა აქ ვარ და ჩემს ირგვლივ ხდება ეს ყველაფერი და მე ჩავიკეტე ხა და შიშის გამო უკვე ვეღარ ვინძრევი, დაემუხდეს რაც მოსახდენია. ყველაზე უარესი. და აბა რა მოხდება მერე? აი იქ მოვიდა ჯილდო ზუსტად. როცა მივხვდი რომ მოხდება რა, ცხოვრება გრძელდება სამყარო გრძელდება და თუ მე მეშინია რაღაცის, იმის მეშინია ხალხი რა სიტყვის თურმე. და არა იმის რეალურად რაც უნდა მოხდეს და იქ მივხვდი რომ რაც უნდა ის თქვა. მე მაქვს უფლება დავუშვა შეცდომები. მე მაქვს უფლება დავტკბე გამარჯვებით. მე მაქვს უფლება ვიყო ისეთი როგორიც ვარ. და ზოგადად მე მაქვს უფლება, მქონდეს უფლება. და ახლა რა ეტაპზე ხარ? ახლა ვარ თავისუფლების ეტაპზე, პირდაპირ ასე გეტყვი. მე არ მგონია რომ სამყაროში, ეს ციკლი ყოველთვის არის, შემდეგი ესეთი გამოხატული ციკლი იყო, როდესაც რაღაცა არასასურველი დიაგნოზი მაქვს და ამით მიწევს აგერ უკვე მეოთხე წელია ცხოვრება და ეს სულ ხდება და ხან ფსკერზე პოულობ ჩემ თავს სადღაც და ხან დრაკონის წინ, მაგრამ ესეც ცხოვრება. თუმცა აი ახლა ზუსტად იმ ეტაპზე ვარ, რომ ძალიან ბევრი რამ მასწავლა ყველგან მაგზამ. და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ადამიანმა საკუთარ თავში მოწოდება უნდა იპოვო. ის ყველაფერი, რაც დაგემართა, რაც გაიარე, რაღაცისთვის ხდება. აი ამ კითხვებს, როცა საკუთარ თავს უსვამ და როცა ხვდები, რომ რისთვის ხდება, ხო? ეხლა ძალიან რთული ახსნა, რატომ შეიძლება დაგემართოს ისეთი რაღაცა, რაც გიზიანებს ჯანმრთელობას. ძალიან რთული ასახსნელია. მაგრამ აქაც ვიტყოდი, რომ ფიქრია საჭირო. იმიტომ რომ ყველაფერს ვიწვევთ ჩვენ ცხოვრებაში. დაავადებასაც, ტკივილსაც, ყველა დრაკონი სწორად თქვი, ყველა დრაკონი მე ვარჩები თავისთვის. ისევე როგორც ყველა გაწვდილი ხელი. ხო, მე ნამდვილად ვარ იმ ეტაპზე, როდესაც ვარ თავისუფალი. თავისუფალი, რომელსაც შეუძლია თვალებში ჩახედოს ყველა დრაკონს, რომელიც ჩემ წინაშე აღმოჩნდება. თუნდაც ჩემი სახით. ეს ძალიან დიდი სიძლიერე, მინდა გითხრა. და ვფიქრობ, რომ აი სწორედ ახსნა რო ვერ მოვუძებნე, რატომ უნდა გამხდარიყავი მე ავად. აი ახლა შემძირთ ამამად გითხრა, ზუსტად იმიტომ, რომ არ არსებობს ალბათ რამ, რასაც ვერ ჩავხედავ თვალებში. და რისი ანალიზის უნარიც არ მექნება საკუთარ თავთან მიმართებაში, რა თქმა უნდა. და ეს ძალა, რომელიც ელექსირის სახით ხელში მიჭირავს, ციკლი კვლავ იწყება.
მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ მზად ნამდვილად ვარ, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება მომცა ამ ყველაფერს. და კიდევ ერთ დავამატებდი ნათია, რომ ყველა ეტაპს აქვს ძალიან საინტერესო ციკლი, ცალკე ციკლი. ყველა ეტაპზე, 12-ვე ეტაპზე არის თავისი საინტერესო ციკლები და მაგ ეტაპს როგორ გადალახავს ადამიანი და რა გზას გადის კიდევ ეს ცალკე ამბავია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ბოლო ეტაპზე, როდესაც მიდის და ბოლოს უკვე ჯილდო რო უნდა აიღოს ადამიანმა, ამ დროს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე საბოტაჟი, თვით საბოტაჟი და ზუსტად ის დრაკონი ხანდახან უკან ეკაჩება ადამიანს და ეუბნება, რომ ის დრაკონი, რომელიც თვით თავადვე არის, შიგნიდან შინაგანი დიალოგით ეუბნება, რომ შენ არ ახარ ამის ღირსი. იმდენად დიდი რამ შექმენი, რომ ეს მე შევქმენი და შეიძლება ხო განცდა გქონდეს, რომ არ დავიჯერო, რომ ეს ჩემი ჯილდოა. რაღაცა მგონია, რომ ეს ასე გამიმართლა. ხო, სხვათა შორის რა სწორად აღნიშნა, ეს ზუსტად კალენდარში მაგ ეტაპზე გადასალახად მაქვს მადლიერება ჩაშინებული, იმიტომ რომ კი არ გაგიმართლა, ეს შენი ამბავია. და მადლიერი უნდა იყო როგორც სამყაროსი, ასევე საკუთარი თავის, ხო? და თუ კი ამას მიხვდები, ეს ძალას მოგცემს. თუ არა და იქნები დამოკიდებული, რომ აბა კიდე როდის გამიმართლებს, ხო? და მაგ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ისევ კოუჩის ჩართულობა, რომ ადამიანმა გააცნობიეროს ის ამ ჯილდოს აღების უნარი, ძალა, შესაძლებლობა, საკუთარი ღირსების შეგრძნება აქვს თუ არა გაცნობიერებული, რომ მერე თვითსაბოტაჟი არ დაიწყოს და თვით რაღაცნაირი სხვა სისტემა არ ჩაირთოს მასში, ესეც ძალიან გეთანხმები, მე ვფიქრობ, რომ როდესაც იწყებ ფიქრს ამაზე და ხვდები, რომ სადღაც ხარ მოცემულ მომენტში, უნდა გეყოს იმისი ძალა გამბედაობა, რომ იპოვოს სწორი ადამიანები შენ სირგულე, რომლებიც მერე მოგცემენ იმის საშუალებას, რომ შენ ხვალზე ეს ნაბიჯები თუნდაც შენით გადადგა, ხო? ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ აი კოუჩის ესე ვთქვათ კოუჩს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, ვინ არის კოუჩი, ხო? და ადამიანი, რომელსაც შეუძლია ტრანსფორმაცია მოახდინოს შენში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მე არ ვიცი, არაფერი არ არის ამ სამყაროში იმაზე ძლიერი და იმაზე დიდი, როდესაც შენ აცნობიერებ, რომ ყველაფერი, რაც შენ ცხოვრებაში ხდება, არის შენი ზუსტად გაკეთებული. შენი შექმნილია შენი ცხოვრება, თითოეული ადამიანი. ყველაფერი და მათ შორის ის ადამიანები, ვინც შენ ცხოვრებაში არიან. და იცი რა არის ამ დროს ყველაზე კარგი, როგორც ამას ხვდები, იმასაც ხვდები, რომ თუ რამე შეცვლა მინდა, ესეც ჩემი ამბავია. და როგორც შევქმენი ის, რაც დღეს არ მომწონს პირობითად, ხო? მე დღესვე შემიძლია დავიწყო შევქმნა იმისი, რაც მომეწონება. ზუსტად. ეს ჩემი არჩევანია, რაც თვით ესე თუ საკუთარი თავის პოვნაში, აი თავისუფალი, ხო? ანუ ჩემი თავისუფალი. როცა თვით სიყვარული და თვით ზრუნვა ახლოს არის იმასთან, რომ უფალი იყოს ჩემში. აქეთ მივდივარ. და იცი კიდე რა ხდება ამ დროს და ძალიან ხმამაღლა შემიძლია ეს რომ თქვა, რომ აი ჩვენ არჩევანზე ვისაუბრეთ და ამ დროს ხდება ასეთი საოცარი ტრანსფორმაცია გონებაში, რომ თუ კი შენ გასცემ და ამით ბედნიერი ხარ, ეს ის არჩევანია, სადაც შენ უკვე არაფერს არ ელოდები. და რაც უფრო მეტად არ ელოდები და უშურველად, აი უბრალოდ გადავწყვიტე, რომ გავცე. მოგეწონება, მე მაინც მოგეცი. და აი ეს რაღაცნაირად თვით მიძღვნის პროცესი ურთიერთობებში, ადამიანებთან, საქმესთან მიმართებაში უკვე ხვდები, რომ მოლოდინები აღარ გაქვს. ანუ არაფერს არ ელოდები, უბრალოდ ამით იკვებები, ეს არის შენი ბედნიერება. შენი მოლოდინი მხოლოდ ის არის, რომ ამით გაივსები, რაცაც მეც მიცემ. და არ ვიცი, ამაზე დიდი თავისუფლება რა შეიძლება იყოს. და ის ზუსტად ვიძახი, რომ ალბათ ჩემს იმ დიაგნოზს ის ამოცანა ქონდა, რომ მე აქამდე ვსულიყავ. იმიტომ რომ ის რომ არ მომხდარიყო, შეიძლება აქ ნამდვილად არ ყოფილიყავ. ამიტომ ყველაფერს თავისი ახსნა აქ ამ სამყაროში, თავი არ შეგვეშინდეს. რა თქმა უნდა. და ყველაფერი დაძლევადია.
მადლობა ნათია, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ძალიან საინტერესო იყო შენთან ერთად მოგზაურობა, გმირის მოგზაურობაში და ერთ მესიჯს რას დაუტოვებდი ადამიანს, რომელიც შეიძლება ახლა სწორედ სხურბლთან დგას და ეშინია ნაბიჯის გადადგმის. აუცილებლად ვიტყოდი, რომ საკუთარი თავის რწმენა და თვითსიყვარული არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები, არამედ ჩვენ სირუხლივ გავაბედნიეროთ ადამიანები. ამიტომ გჯეროდეთ საკუთარი თავის და გიყვარდეთ საკუთარი თავი. იმიტომ რომ შენ სწორედ ის ადამიანი ხარ, რომელიც ყველა ადამიანს შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვერავინ დამაჯერებს ამას ხშირად ვამბობ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს და ვნებს საკუთარ თავს, ის გულწრფელია სხვების სიყვარულში. ამიტომ თვითზრუნვა, თვითსიყვარული და თვითრწმენა. ეს არის ის, რაც ყველა დაბრკოლებას გადაგალახვინებს და გაპოვნინებს იმას, რასაც ეძებ მთელი ცხოვრება. უღრმესი მადლობა ნათია და დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ უყურებთ ჩვენს გადაცემას და გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაუზიარეთ მეგობრებს და მოგწერეთ მესიჯებში, რა თემებზე გინდათ რომ ვისაუბროთ შემდეგ სერიაში.